მიზანი არის რეალურად გაფართოების საკითხებზე მუშაობა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი ფლაგმანი არის რეფორმირების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის, ეს ყველაფერი არ იხსნება, გარდა ერთადერთი ახსნისა, რომ არის მიკერძოებული მიდგომა, საქართველოს პოლიტიკური დასჯის სურვილი და თუ რისთვის ისჯება საქართველო, ვფიქრობ ეს ნებისმიერმა ქართველმა ძალიან კარგად იცის. როდესაც არც ერთი ხას უსვევა, არც ერთი პუნქტი სახელშეკრულებულ ურთიერთობებში ჩვენს ქვეყანას არ დაურღვევია, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვან პოსტულატებს ევროკავშირთან დაახლოებისა საქართველო პირნათლად და პირწმინდად ასრულებს, იგონებენ რაღაც კონკრეტულ წესებს, რომ ჩვენ ქვეყანას მოსთხოვონ პასუხი, ჩვენ ხალხზე მოახდინონ ზეწოლა და მოითხოვონ პასუხი იმისა, თუ რატომ სურთ ქართველებს ისევ ხელისუფლებაში ქართული ოცნება, ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იცავს ომისგან, ქვეყანას იცავს ეკონომიკური კოლაფსისგან. Მისი პერსპექტივა არის უვიზური მოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უვიზური მოსვლა არის სიკეთე, რომელთაც სარგებლობდა საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი და ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჯანდაცვის, განათლების და სხვა ასე ვთქვათ ეკონომიკური მას შორის კუთხითაც და ჩვენ არაერთხელ საუბრობდით, რომ ივანიშვილის ეს პოლიტიკა ამ ხრივაც იყო ძალიან საშიში, ჩვენ მუშაობდით და რა თქმა უნდა, ეხლა ვმუშაობთ, რომ ეს შეზღუდვა არ შეეხოს საქართველოს მოქალაქეებს, არანაირი დასავლური პერსპექტივა ჩვენ არ გაგვაჩნია, ნებისმიერი ბრმა რაც არის აქამდე სამწუხაროდ შენარჩუნებული ასევე არის განადგურების პირას, იმიტომ რომ ეს კაცი ამყარებს ამ ქვეყანაში დიქტატურას. Მოწვევენ იმიტომ რომ თავადოცნებას არ სურს ევროკავშირი. არ სურს იმიტომ რომ არ სურს დემოკრატია. არ სურს დემოკრატია იმიტომ რომ დემოკრატიულ ვითარებაში ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. უკრაინა და მოლდოვა, განსაკუთრებით მოლდოვა, მიისწრაფიან ევროპისკენ. ისინი დაამენ ნაბიჯებს საკუთარი კანონმდებლობის დაახლოვებისკენ ევროპულ კანონმდებლობასთან და ასე შემდეგ. და საქართველოს საპირისპიროს აკეთებს. თავადოცნება არ უტოვებს სხვა გზას და საშუალებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ასეთ უკიდურეს ზომებზე დაიწყონ მსჯელობა, მაგრამ თავარია ჩვენ რას ვაკეთებთ, როგორ ვპასუხობთ ამ გამოწვევას. ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, აი სანამ ბოლო შანსი იარსებებს, აი ბოლო შესაძლებლობა იარსებებს, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ უნდა დაემუქროს, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში ქართულ ხალხს იაისახება.